საქართველო რომ ცოცხალი და დამოუკიდებელია, ჩვენი ქვეყნის პროევროპულად განწყობილი მოქალაქეები კიდევ ერთხელ დაანახებენ სრულიად მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც. ამ დღეს 26 მაისს გამოვა ყველა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მათგანი იდგეს დემოკრატიული ღირებულებების სადარაჯოზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ხმას ყველა თავისი კომპეტენციის ფარგლებში იტყვის. მაგალითად, მანიფესტს წაიკითხავენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მწერლები. აგრეთვე მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ვორქშოპები და ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია მათ შორის ისიც, რომ დამკვირვებლები, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები, მათ შორის ადამიანებს ვიზუალურადაც აჩვენებენ იმას, თუ როგორ გაყალბდა და რა პირობებში მიმდინარეობდა 2024 წლის sapparlamento არჩევნები. გარდა ამისა, მოეწყობა სხვადასხვა ტიპის მარშები, მსვლელობები, ვიზუალური ეფექტები და მათ შორის სიმბოლიკა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საბოლოო ჯამში კი ყველას შეერთების მთავარი წერტილი იქნება დედაქალაქის მთავარი გამზირი, ასევე სიმბოლურად პირველი გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია. ამ პროცესში ასევე ხმამაღალი იქნება სტუდენტების ხმა, რომლებიც საკუთარი კომპეტენციიდან გამომდინარე დაანახებენ ყველას, თუ რამდენად ძლიერია და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდული ხმა ყველა პროტესტში იყოს მაღალი და ასევე მნიშვნელოვანია სინდისის პატიმრების მშობელთა ჩართულობა ამ აქციაში. ისინი ამბობენ, რომ იმისთვის იბრძვიან დამოუკიდებელი საქართველოსთვის, იმისთვის იბრძვიან თავისუფლებისთვის, რომ მათი შვილებიც გათავისუფლდნენ და რასაკვირველია, სხვის შვილებსაც აღარ მოუწიოთ იმ ყველაფრის გამოვლა, რაც მათ და მათმა ოჯახებმა გადაიტანეს. ეს არის განსაკუთრებული დღე საქართველოსთვის. მე ისე გავიზარდე 26 მაისის არსებობა არც კი ვიცოდი. გაგებულის კი არ მქონდა, მაგრამ როცა აღმოვაჩინე, რომ ეს არის ყველაზე საყვარელი დღე საქართველოს ისტორიაში. ისეთ ჭყალებში ხელისუფლებას, რომელიც დღეს არის, შეუძლია წამოკოტრიალდეს და ჭყალებში ისე ზაგარი მიიღოს. შაშან გვახსოვს დღევანდელი ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი გორაობდა და ზაგარს იღებდა. იმიტომ რომ მათთვის ხო წარმოუდგენელია თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ხო? ამ ჩვენ ქართულ საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს კი არ კიდე პირიქით ვამაყობთ ამ დღით, იმიტომ რომ ამ დღეს რეალურად საქართველოს გამოაცხადა, მსოფლიოს წინაშე გამოაცხადა, რომ იმსახურებს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასთან ერთად და უნდა იყოს ღირსეული შვილი საზოგადოებისა, მსოფლიოს საზოგადოებისა. სანამ კონკრეტულად 26 მაისამდე მივარ, ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ერთკვირიანი სერია საჯარო ლექციების, სადაც საუბარია რესპუბლიკის შექმნაზე, აი იმ პერიოდზე თუ რა გაიარა ქართველმა ერმა. ზუსტად აი ამ საჯარო ლექციების მერე, რა თქმა უნდა, 26 მაისს ერთად ავღნიშნავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. გვექნება კონკრეტული ერთი ადგილი, სადაც გვექნება საგამოფენო სივრცე, სადაც კიდევ ერთხელ დავინახავთ თუ როგორ მოხდა რა ფაქტებით გაყალბება. მთელი საქართველოს ნახევარზე მეტი უჭერს ამ აქციას მხარს. ამიტომ ველოდებით ყველას უნდა გავძლიერდეთ რა, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან სავალალო მდგომარეობაშია და ერთად უნდა გადავარჩინოთ და 26-ში ძალიან დიდი იმედი მაქვს ნამდვილად. ბევრმაც მომწერა, ბევრმა მითხრა, რომ აი სოფლიდანაც კი შემიძლია ჩამოვიდე, ბათუმიდან შემიძლია ჩამოვიდე. გთხოვთ, აი ვისაც მართლა რომ თავისუფალი დრო გექნებათ, ჩამოდით და 26-ში დააფიქსირეთ თქვენი ხმა და თქვენი აზრი. წელს 26 მაისს საქართველო პროტესტის ფონზე ხვდება, თუმცა მიუხედავად ამისა, ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი ყველა აქციაში ჩართული ადამიანისათვის, რომ დაანახონ ყველას, რამდენად ერთიანები არიან და რამდენად მნიშვნელოვანია ერთობა ამ პროცესში. ამიტომ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, სტუდენტები, დამკვირვებლები და მათ შორის ყველა ის ადამიანი, ვინც ძალიან კარგად ეცნობიერებს თუ რას ართმევს ქართული ოცნება დამოუკიდებლობისა და თავისუფლების სახით ჩვენს ქვეყანას, იდგება დედაქალაქის მთავარ გამზირზე, მანამდე კი მოყვება სხვადასხვა მარშს. საბოლოო ჯამში ყველას პათოსი არის ძირითადი და მთავარი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს დღე არის სიმბოლური და ამ დღეს იმის დემონსტრირება თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არის ორმაგად მნიშვნელოვანი. აქციის პოტენციური მონაწილეები, მარშების ორგანიზატორები და მათ შორის ყველა ის ადამიანი, რომელიც აპირებს, რომ ორშაბათს გამოვიდეს რუსთაველის გამზირზე, მოუწოდებს ყველას, რომ გააცნობიერონ რამხელა პროცესში, რამხელა ბრძოლაში არიან, არ დაეზაროთ, გამოვიდნენ და დადგნენ იმ ადამიანების გვერდით, რომლებიც მუდმივად იდგნენ, დგანან და მომავალშიც იდგებიან საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე. მადლობა ხატია, ეს ხატია სამხარაძე იყო.